დემოგრაფიული განვითარების ფონდის წევრებს ხვდებიან ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოში უფრო დეტალურ ინფორმაციას თვითმმართველობიდან ჩვენი კორესპონდენტი ქეთევან ლაცაბიძე მოგვაწვდის. დემოგრაფიული განვითარების ფონდის წარმომადგენლები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს აცნობენ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მათ აქვს შემუშავებული. ფონდის წარმომადგენლები შობადობის გარდა რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართითა და განათლებით უზრუნველყოფის საკითხი. უკვე ცნობილი არის, რომ შექმნილი არის სამთავრობო გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი დემოგრაფიულ საკითხებში იქნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც დიმიტრი ხუნდაძე ჩვენთან საუბარში განაცხადა, ყველა პროექტი განიხილება სწორედ სამთავრობო ჯგუფში. დემოგრაფიული პრობლემა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში, შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც თვითონ პრემიერი უხელმძღვანელებს. დღეს ჩვენ საკრებულოში განვიხილავთ ამ თემატიკას, კონკრეტულ ინიციატივებს, რომელიც მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ გაჟღერდება. თბილისს აქვს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები მრავალშვილიანებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაინტერესებს მათი ინიციატივები, თუ რა შეიძლება საკრებულომ შეძლოს ამ კუთხით, ამ პრობლემების მოგვარების კუთხით და შევთავაზებთ ჩვენს მიერ მომზადებულ ინიციატივებსაც კონკრეტულად თბილისთან დაკავშირებით. საკრებულოს წარმომადგენლებს სურთ მოისმინონ და მოიფიქრონ, რა შეუძლიათ მათ თავის მხრიდან, როგორც დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებს გააკეთონ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქვეყანაში. ეს არის პირველი შეხვედრა და ჩვენ ვაპირებთ ამ თანამშრომლობის განვითარებას. თბილისის საკრებულო მხარს უჭერს ამ ფონდს, მხარს უჭერს ამ პროექტს და თვითმმართველობის პოზიციებიდან გამომდინარე აპირებს ჭიდროდ თვითანამშრომლობას სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რათა ხელი შეეწყოს ერთი მხრივ ამ პროგრამას და მეორე მხრივ პოპულარიზაცია გაეწიოს ამ თემას, საზოგადოების ყურადღება იყოს მიპყრობილი და ეს პრობლემა თანდათან იყოს ჩვენს ქვეყანაში დაძლეული. რა კუთხით ჩაერთვება დედაქალაქის საკრებულო და რა ინიციატივებს შესთავაზებს დემოგრაფიული განვითარების ფონდის წარმომადგენლებს. საკრებულოს წევრები ეს უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ფონდის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შორის შეხვედრა უკვე 1 საათია მიმდინარეობს. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა საკრებულოდან და ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ლაცაბიძე.